რასაც ველოდებოდით მართლა გადაწყდა და აღმოჩნდა სიმართლე, რომ არის Walter Waite-ის კამრის დაცვა მახაჩევისთვის იანგარი რა. დიახ. და მაგაზე მინდა რომ ერთი რამოდენიმე წუთი მაინც დაუთმოთ რა, იმიტომ რომ აი ესეთი წელი არის ხო ასე ხარ, რომ ძალიან იცვლის რა ტიტულები რა, ხო ასე ხარ. და გონია რომ Gary-საც შეუძლია რომ ეს გააკეთოს და ართვას კამარი მახაჩევს. შეიძლება არაპოპულარული აზრი ხონდეს, მაგრამ გარანტირებული შედეგი მგონია იანგერის საცუსეთზე სამწუხაროდ. მე მგონი ძალიან ბევრი ჰეიტი დამეცემა მაგის გამო, მაგრამ მაგის მინდა ჩასვა რომ ედიჩოთ მე მგონი ძალიან ბევრი ჰეიტი დამეცემა მაგის გამო, მაგრამ ისლამ მახაჩევს არასოდეს არ უბრძოლია გრძელ მეტოქესთან. მასზე გრძელ მეტოქესთან. ისლამ მახაჩევი ყოველთვის იყო მეორე ნომერი და ყოველთვის არის მეორე. ყოველთვის მოძრაობს დაცვაში არის და აყოლებაზე იჭერს, აყოლებაზე შედის, აყოლებიდან მუშაობს. დან ჰუკერი ხო დაახჭო მაგრამ. ისლამ მახაჩევი დენ ჰუკერის გრაპლინგი დავივიწყო დენ ჰუკერი. არა, გრაპლინგს არ უძახი, ხო უფრო მაღალი არის და ეს არის. იმარია, მაგალითად სხვაობა არ აქვს რაფერს იანგერის. მესმის, ანუ გარი არის გრაპლერი, ძლიერი გრაპლერი, ხო? კი, მაგრამ მაგას საუბარი არ გვაქვს ახლა. დენ ჰუკერზე ვამბობ, რომ არაფერი არ არის პარტიაში და ჰუკერი. მაგრამ მაგას თავი გავანებოთ. მაგ სიტუაციაში. მე იმაზე მაქვს საუბარი უშუალოდ, რომ ისლამ მახაჩევს ჭირდება ხაბიბ ნურმაგომედოვი გააკეთოს. რომ მოუგოს იანგერის. მაგრამ ისლამ მახაჩევი არასოდეს არ ყოფილა ხაბიბ ნურმაგომედოვი, არასოდეს არ ყოფილა სტილისტიკური მებრძოლი როგორც ხაბიბ ნურმაგომედოვი. ყოველთვის იყო მებრძოლი, რომელიც თავს იცავს. აი მაქსიმალურად ტკივი არის რა. პლუს ისლამ მახაჩევს დაბლ ლეგი ხო მე არ მახსოვს. და იანგერის ხო ანდერჰუკების მდგომარეობა იდეალური აქვს კი ნაღამ და შავკატ რაჰმანოვმაც კი დაბლ ლეგით ვერ გადაიყვანა იანგერი. წარმოიდგინე ანუ იმდენად მაგარი არის მაგ ასპექტში თამაშიც და უშუალოდ ამიტომ მე აშკარა ფავორიტი იმაშია იანგერი. ჩემთვის კი ნაღამ და წარმოუდგენელი არის რითი შეიძლება მოუგოს მახაჩევმა მაგას, რადგან ხეთკიკები, რომელიც მაგი იყენებდა და მაღალ ბლოკის აწევის მიზნებს, რასაც იყენებდა მაგი მის სატიტულო ბრძოლაში, ბოლო სატიტულო ბრძოლაში. არ იმუშავებს იანგერის საწინააღმდეგო, იმიტომ რომ იანგერი ძალიან მაღალი, პლუს იანგერის დაბალი ხელები აქვს. ნებისმიერ შესვლას ყოველთვის აწევს იანგერი. ბევრი გამოცანა რა ტოპ 3 ფავორიტად იანგერის. იმიტომ რომ ბევრი ამოცანა მოსახსნელი აქვს ისლამ მახაჩევს უშუალოდ და არა იანგერის. იანგერის აქვს მის საქმე გასაკეთებელი. ატრიალებს მარცხნივ ისლამ მახაჩევს და აყრის პირდაპირ დარტყმს. აგროვებს მის ზიანს. всё დამთავრდა. და უტყავს მის ობლიკ კიკებს, სტომბებს და ასე შემდეგ რა და კალფ კიკებს. ძალიან მარტივად იგებს იანგერი, ჩემი აზრით, 5 რაუნდიან ბრძოლას, მაგრამ ისლამ მახაჩევთან სტილისტიკურად. იმიტომ რომ ისლამ საუკეთესო არის მისზე დაბალი სიმაღლის მებრძოლეებთან. წარმოუდგენლად საუკეთესო არის. იმიტომ რომ იქ აი ხემაჯების კლინჩები აქვს, იქნებ გამოცდილებები აქვს ფეხების, მაგრამ ასეთი მაღალი მებრძოლესთან ძალიან დიდი პრობლემები აქვს. ჩემი აზრით ისლამ მახაჩევს. ისეთი ნარატივი გაეძრო ეხლა რა რომ აი მერაბის კამრის მარცხის შემდეგ ხამზატი ილია და ეხა მახაჩევს უყურებენ რა და ბევრი უკვე ისე დაიწყო ბევრმა რომ აი თითქოს მაგას ქონდა ეფექტი და ეხა უფრო ჯერა ხალხს რა ეხა ვიცი რომ შენ სტილისტურად იძახი და მაგას საერთოდ არ უყურებ და შენ არ გულისხმობ რა მაგრამ ესეთი ნარატივი არის თითქოს რომ აი ეხა მოხდება ეს რა ხო ანუ მე სტილისტიკურად გონია მარტო პრატესი რო აჩხუბო დღეს მახაჩევს მე მგონი პრატესის შანსის გარეშე არის სამწუხაროდ რა მახაჩევის წინააღმდეგ მაგრამ იანგერი ძალიან ფავორიტია სტილისტიკურად მახაჩევის წინააღმდეგ მარტო იმიტომ რომ ისლამ მახაჩევი ძალიან ფრთხილი მებრძოლი არის რა და მაგის სიფრთხილე ძალიან ძვირი დაუჯდება მაგას ბრძოლაში უშუალოდ რა საქართველოში აღარ დაბრუნებულა ხო ეგ იყო 3 დღით რო ჩამოვიდა თუ რაღაცა არ ვიცი ახლა რა გიგმები მქონდა მაგას საქართველოში და რასაკეთებდა რაღაცა ერთობოდა და რეკლამა კი გაგვიკეთა ძმა კი მაგრამ მე იანგერის მაყურებლებს ვეთქვი რომ მე იანგერის ფანი არანაირ შემთხვევაში არ ვარ მე მაგრა არ მომწონს მაგის მებრძოლი მე მაიკლ მორალესის და კარლოს პრატესი მომწონს 100 თავით მაგრა მოქმედი ველოდებებით ვიდრე მაგი ან ტოპ 5-ზე არის საუბარი მაიკლ მორალესი არენდო იმ ადამიანს ხვიჭ ვისაც ორი პირველი სახელი აქვს მაგალითად იანი
გარი ჯორჯ მაიკლ და არა რას ვერჩი კაცო ხუმრობ უბრალოდ რა იან გერის ორიგრული სახელი არის იან დევიდ მაჩადო გერი და მაჩადო ხო იცი რატო აქვს ხო და კაი გადავედი შემდეგ გადავხვით ხო ანუ იან გერი არ არის ჩემი სტილისტიკურად ფავორიტი გუნდები აი ვაფშე არანაირი არც ხარიზმა არაფერი არ უწევს იან გერს არც მაინტერესებს უბრალოდ იან გერი და მე იმას ვაზრობ ვამბობ მაგი და მაიკლ მორალესი სტილისტიკურად ყველაზე დიდი საფრთხე არის დღესდღეობით ისლამ მახაჩევისთვის რა და მაგი არის შემდეგ ახლა მოქმედი კონტენდერებიდან და იან გერი სტილისტიკურად 5 რაუნდიანი ძალიან მარტივად მოხს ისლამ მახაჩევის საწინააღმდეგოდ